კრემლთან ურთიერთობის რა გეგმა აქვს ქართულ ოცნებას და რისთვის ამზადებს საზოგადოებას? ეს შეკითხვები ირაკლი კობახიძის დღევანდელმა ბრიფინგმა გააჩინა. ოცნების პრემიერმა დღევანდელი სამუშაო დღე ერეკლე მეორესა და გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ლაპარაკით დაიწყო. მან მთელი განცხადება 2 საუკუნის წინანდელი ისტორიული მოვლენების ანალიზს დაუთმო და რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ მე-18 საუკუნეში რუსეთთან გაფორმებულმა ამ შეთანხმებამ ქართველი ერი გადაარჩინა. ის ამბობს, რომ ერეკლე მეორეს ეს ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სალომე ლაბაძე დაინტერესდა, ვინ რა მოიკითხა ირაკლი კობახიძის დღევანდელ გზავნილებში, პოლიტიკურ გამოხმაურებებს ახლა ის პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. სალომე, გისმენთ. Ერთითხოვს მოულოდნელია, თუმცა ირაკლი კობახიძეს დღეს მთავარი შეკითხვა სამთავრობო მედიამ დაუსვა. რატომ საუბრობთ ახლა გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ? აი სწორედ ეს იყო ის შეკითხვა, რომლითაც ოცნების პრემიერს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა მიმართა. პასუხად კი კობახიძემ ბრიფინგის მთავარი გზავნილი გაიმეორა, ანუ ისევ გეორგიევსკის ტრაქტატის ქებას შეუდგა და იმის მტკიცება წამოიწყო, რომ სწორედ ამ ტრაქტატის, ანუ რუსეთთან თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ქართული დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, როგორც ამას კობახიძე ამბობს. აქ ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ როგორც წესი საგანგებო ბრიფინგები იმართება ხოლმე ახალ ამბავზე რეაგირებისთვის ან ახალი ამბის დაანონსებისთვის, ამიტომ ის რომ დღეს კობახიძემ სწორედ ამ ფორმატით გადაწყვიტა გეორგიევსკის ტრაქტატის განხილვა, სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ მიზანი არ იყო მხოლოდ ისტორიული მოვლენის ანალიზი. ხო, რა შეიძლება იყოს მიზანი, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ მხრივ კი ყურადღება მანამდე უნდა მივაქციოთ კობახიძის გამოსვლის მეორე ნაწილსაც, სადაც მას შემდეგ რაც გეორგიევსკის ტრაქტატის ქებას მორჩა, კობახიძემ წამოიწყო დასავლეთზე თავდასხმა, კონკრეტულად კი თავდასხმა ევროკავშირზე და შეერთებულ შტატებზე და იმის მტკიცება, რომ როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველოს პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქართლის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ეს არის ერეკლე მეორეს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დააყენეს თესასრიგში. შეიძლება თუ არა გქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს. პასუხი რა თქმა უნდა ძალსახაა. საქართველოს კეთილდღეობაზე პირველ რიგში ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართულმა ხალხმა უნდა იზრუნოს. იქნება თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი 2, ანუ იმზადება თუ არა ქართული ოცნება რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმებისთვის? აი ეს არის მთავარი შეკითხვა და შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიც, რომელსაც ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ და ეს ეჭვი ეფუძნება არა მხოლოდ ქართული ოცნების დღევანდელ ბრიფინგს ირაკლი კობახიძის მიერ გამართულს, არამედ ივანიშვილის მკვეთრად გააქტიურებას რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში. ეს კი გამოიხატა სხვადასხვა მოვლენით, მათ შორის საწვავის შეტანით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე კიდევ ერთხელ საქართველოს დადანაშაულებით აგვისტოს ომში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც ეს ოპოზიცია ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას რუსოფობიასთან დაკავშირებული კამპანიით, ანუ იმით, რომ ივანიშვილის პარტია ღიად დაიწყო რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება და იმ ტერმინის გამოყენებით, რომელსაც ამ დრომდე მხოლოდ კრემლის რიტორიკიდან ვიცნობდით, ახლა ივანიშვილიც კრემლისთვის სასარგებლოდ იწყებს მოქმედებას და საკუთარ მთავარ საზრუნავად ღიად გამოხატავს საქართველოში რუსეთის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვას. ირაკლი კობახიძე ამზადებს თუ არა საინფორმაციო ველს იმისთვის, რომ ახალი შეთანხმება დადოს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი 2, მაშინ როდესაც ის საკუთარი სამშობლოს ომის დაწყებას აბრალებს, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატს იმგვარად წარმოაჩენს, როგორც ამას ისტორიის მანძილზე რუსეთი ახდენდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ტრაქტატის დარღვევის შემდგომ რუსეთმა სახელმწიფოებრობა გაუქმნა საქართველოში, ისევე როგორც ეკლესიის ავტოკეფალია და მათ შორის რუსოფობიის ცნების რუსეთის მაგვარად შემოტანა და ბრალდება საკუთარი ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად მშვიდობიანად იბრძვიან, უკავშირდება თუ არა სწორედ ამ სურვილს. ეს არის ის კითხვები, რომელიც ბუნებრივია ჩნდება. ირაკლი კობახიძე დღეს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ლანძღვით, მათი დაკლინებით ცდილობს
200 და უფრო მეტი წლის წინანდელი კონტექსტი შემოიტანოს დღევანდელ რეალობაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, რაც არის პოლიტიკური აბსურდი და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. რაც უნდა საწვავით, ბენზინით, სანქციების თავის არიდებით დაეხმაროს ქართული ოცნება რუსეთს, რუსეთი დამარცხდება ამ ცივილიზაციურ ბრძოლაში. ქართული ხალხის გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება საქართველოს ისტორიული მომავალი. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამას კობახიძის ბრიფინგი ნამდვილად არ ჭირდება და მინდა უთხრა მას, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს, ვერ შეცვლის სწორედაც რომ ქართული ხალხის არჩევანი და ქართული ხალხის არჩევანი არის საქართველოს მომავალი ევროპულ ცივილიზაციაში. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ დღეზე და რასაკეთებს ირაკლი კობახიძე და ოცნება იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი გამოიყენოს. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები კი არ დააზიანოს, როგორც ამას აკეთებს, არამედ პირიქით კიდევ უფრო გააღრმავოს. ეს არის დღეს კითხვები. როდესაც შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობები, როდესაც ქვეყანა იხჩობა კორუფციაში და ნეპოტიზმში, როდესაც ქვეყანაში არის ნარკოპანდემია, ამ დროს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისთვის საუკეთესო გამოსავალი არის ბელეტრისტიკა, რაღაც ახალი პროპაგანდისტული ბრიფინგების ჩატარება, არაფრის მთქმელი, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ მიათითებს, რომ ქართულ ოცნებას სალაპარაკო აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ისტორიულ ექსკურსში გადაეშვან ისიც პროპაგანდისტული მიზნით. და რა შეიძლება იყოს კონკრეტულად ის, რისთვისაც ქართული ოცნება ახლა გეორგიევსკის ტრაქტატის ქებით თუ მისი შედეგების აი ამგვარი ინტერპრეტირებით ამზადებს ნიადაგს, ანუ თუ რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმებაზეა საუბარი, რა შეიძლება იყოს ამ შეთანხმების ზუსტი შინაარსი. აი სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხად ყურადღებას იქცევს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული პოსტი. ის ტექსტში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით აგვისტოს დასაწყისში ივანიშვილს კრემლიდან 2 ხელშეკრულება გამოგზავნეს, მათგან ერთი მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით გულისხმობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და შეთანხმებას იმაზე, რომ საქართველო არ გაურიგდება მესამე მხარეს, ანუ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე მეორე ხელშეკრულების მიხედვით, როგორც ამას მესამე პრეზიდენტი წერს, გათვალისწინებულია ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებისგან, რაც პირველ ეტაპზე უნდა გამოიხატოს სავარაუდოდ თავდაუსხმელობის შესახებ, ანუ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებით. ამას როგორც სააკაშვილი აზუსტებს, რუსეთის მხრიდან კურირებს სერგეი კირიენკო და სააკაშვილი წერს, რომ ივანიშვილმა როგორც ჩანს მიიჩნია, რომ სწორედ ახლა საბოლოოდ ღალატის გაფორმების და საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების ხელსაყრელი მომენტი.